მინდა რომ ჩვენი შეხვედრა იყოს გულწრფელი, საქმეზე ორიენტირებული და აბსოლუტურად დეტალურად დაგიხსნათ რა ხდება. ამ პროცესებს ჩვენ როგორ ვუყურებთ, როგორ აღვიქვავთ და რა გამოსავლის გზები გვაქვს მოძებნილი იმისთვის, რომ მთლიანად ენერგოსისტემამ დაძლიოს არსებული გამოწვევები და არა მარტო დაძლიოს, დავსახოთ ერთად პერსპექტივები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დარგი, არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი ხედვით, არამედ ბიზნესთან მჭიდრო კოორდინაციით, მჭიდრო ურთიერთობით. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომ ჩვენი ენერგეტიკა იყოს ის ხიდი, რომელიც დააკავშირებს აღმოსავლეთს და დასავლეთს. თუ არ იქნება თანამშრომლობა კერძო სექტორსა და პოლიტიკის შემქმნელ ორგანიზაციას შორის, რომელიც სახელმწიფო არის და კონკრეტულად სამინისტრო, რასაკვირველია იმ შედეგებს ვერ მივახცევთ, რომლისკენაც ჩვენ მივიღწვით. უზარმაზარი მადლობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, რომელიც დაუღალავად შრომობს და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ გამოსავლების იდენტიფიცირებაში, რომელიც ხელშეგვიწყობს სექტორის გაუმჯობესებისკენ წაყვანას. ჩვენი გადაწყვეტილებები ზეგავლენას ახდენს ბიზნესზე და ბიზნესის მოქმედებები ზეგავლენას ახდენს დარგზე. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი გადმოსახედიდან შევარჩიეთ მაქსიმალურად კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან დარგში ჩართული, აქტიურ პროექტებს ახორციელებენ და ძალიან მნიშვნელოვანია მათი თანამონაწილეობა ყველა ამ პროექტში. დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ამ გარკვეულწილად საპასუხისმგებლო და სამუშაო ინიციატივაზე დათანხმებისთვის, თუმცა მოგზაურებულები არ ვიქნები და ეს თქვენს გჭირდებათ. ეს ჩვენს გჭირდება და ბიზნესის ხედვები ყოველთვის უფრო პრაგმატულია, ყოველთვის უფრო მოქნილია. რისკებისგან გადაზღურულია ვიდრე სახელმწიფოში და თქვენი აქტიურობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. უდიდესი მადლობა ამ გამჭირვალობის შემოთავაზებისთვის, რომელიც ნამდვილად მისასალმებელია. პრეცედენტოა ცალსახად. ძალიან ისეთი შთამბეჭდავია შემადგენლობა, რომელიც თქვენი დახმარებით ჩამოყალიბდა. საქართველოს ისტორიაში არ გამიგია მსგავსი ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურასთან ასეთი სახის ორგანოს ჩამოყალიბების და მე ვფიქრობ, ის ძალიან წარმატებული იქნება. იმედი მაქვს, რომ ეს ორმხრივი თანამშრომლობა იქნება ძალიან სასარგებლო დარგისთვის და დარგის განვითარებისთვის. სწორად გავიაზროთ, რაშია პრობლემა და შევდგომო ერთობლივად ბიზნესის და სახელმწიფოს თანხვედრით, შევძლოთ, რომ რამენაირად ამ პრობლემებს გავუმკლავდეთ. გვინდა ვიქცეთ მომსახურე სფეროთ. ბიზნესისთვის მომსახურე კომპანიად ვიქცეთ, ოღონდ ერთი მთავარი პრინციპის დაცვით, არა სახელმწიფოს ხარჯს. სახელმწიფო ინტერესი ერთი წამით არ იქნება დარღვეული, სახელმწიფო ინტერესი ერთი წამით არ დაზარალდება. დიდი მადლობა მინდა მოუხადო ბატონ პრემიერს ირაკლი ყობახიძეს, ქალბატონ მინის, მარიამ ხვივილიშვილს. რატო არა შაბლონურად მადლობა პრემიერ-მინისტრს, არამედ მადლობა იმაზე, რომ ჩვენ მოგვეცა რეალურად მუშაობის საშუალება, რეალურად პრობლემების იდენტიფიცირების საშუალება და ამ გადაჭრის გზებზე აქტიურად მუშაობის საშუალება.